სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სეულში იაპონიის ელჩი დაიბარა, რათა მას დოქტოს კუნძულთან დაკავშირებით ტოკიოს მიერ გამოთქმული პრეტენზიების გამო საპროტესტო ნოტა გადასცეს. საქმე ისაა, რომ იაპონიის მიერ გამოქვეყნებულ თავდაცვის ყოველწლიურ სტრატეგიაში, ეგრეთ წოდებულ თეთრ ფურცელში, გამოთქმულია ტოკიოს პოზიცია, რომ ამ კუნძულთან დაკავშირებული ტერიტორიული საკითხები კვლავ გადაუწყვეტელი რჩება. სეული ამ განცხადების დაუყოვნებლივ უკან წაღებას მოითხოვს და მომხდარს გაუმართლებელ თავდასხმას უწოდებს სამხრეთ კორეის სუვერენიტეტზე. 정부는 일본 정부가 ჩვენი მთავრობა მკაცრად აპროტესტებს 4 აგვისტოს იაპონიის თავდაცვის თეთრ წიგნში ხელახლა გაჟღერებულ უსაფუძვლო პრეტენზიებს და დაუყოვნებლივ მოითხოვს დოკდოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით გამოთქმულის უკან გაწვევას. ისტორიულად, გეოგრაფიულად და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დოკდო სამხრეთ კორეის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ იაპონიის უსაფუძვლო პრეტენზიებს ვერანაირი გავლენა ვერ იქნება დოკდოსთან მიმართებით ჩვენს სუვერენიტეტზე. ვადასტურებთ, რომ მტკიცედ და უპყრობად უპასუხებთ იაპონიის მხრიდან დოკდოსთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროვოკაციას. 밝히는 바입니다. 이상입니다. კუნძული, რომელსაც სამხრეთ კორეაში დოქტოს, იაპონიაში კი ტაკეშიმას სახელით იცნობენ, სეულის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. ამასთან ერთად კი მუდმივი დაძაბულობის წყარო სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის. დავა სათავეს 1940-1945 წლებიდან იღებს. ჯერ კიდევ კორეის ნახევარკუნძულზე იაპონიის კოლონიური მმართველობის პერიოდიდან. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ პროტესტის ნიშნად სამშაბათს ელჩთან ერთად სეულში იაპონიის თავდაცვის ატაშეცაა დაბარებული.